მოგესალმებით ყველას, ვინც გვისმენს და გვიყურებს, ვინც გამოგვიწერა, ვინც დაგვილაიქებს და ვინც გააზიარებს. გიო მელაძე, ლუკა წულაძე, მოგესალმებით შტაბიდან და რავი, ვაგრძელებთ. გიო, სალამი. მოგესალმებით. სად ვარ? ხო, ცოტა რაღაცა შევამცირეთ, კი არა, გავზარდეთ. შუალედი და რაოდენობა ვიდეოების შევამცირეთ. რაღაც ტექნიკური მიზეზები ქონდა ამ ყველაფერს, ჩვენ მოძრაობდით და ცოტა გაგვიჭირდა დაალაგება, მაგრამ ნუ მეორე მხრივ რაღაცა უკვე მე მგონი ისეთ ფაზაში ვართ, შეგვიძლია რაღაც ეტაპზე გავაკეთოთ ხოლმე უფრო შეჯამებები, იმიტომ რომ პრინციპში რაღაც დინამიკა ჩამოყალიბდა, რაღაცა რუტინა საპროტესტო დაალაგდა და რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირებაც დაიწყო. და რა ვიცი, მე მგონი ამაზე ლაპარაკი დღეს საინტერესო ამბავი იქნება პირადად ჩემთვის. მაგრამ მე მგონია რომ შენ გქონდა ძალიან საინტერესო თემა და მაგით დავიწყოთ. რომელი საინტერესო თემა რა? აი, ბიზანტიური ამბავი. აჰა. არ ვიცი, მაგას უნდა შევეხოთ თუ არა ესე ღრმად. ჯერ იმასთან დაკავშირებით, რაც შენ თქვი, მეც ეგეთი შტაბეჭდილება მქონდა, ანუ ხო, გასაგებია რომ გავზარდეთ რაღაცა დროები, ვიდეოებს შორის, მაგრამ ბოლო დროს შტაბეჭდილება მრჩებოდა, რომ თითქოს მუდმივად აწმყოში ვიყავით. ანუ აწმყო იყო და მომავალი არ დგებოდა რა. აი რაღაცა ესეთი პროცესი მიდიოდა, რაღაცა მოვლენები ხდებოდა, რა თქმა უნდა, ერთმანეთს სვლიდა ეს მოვლენები, მაგრამ აი ისეთი არაფერი არ ხდებოდა, თითქოს რომ აი თითქოს ახალი დღე გათენებულიყო, აი ახალი რაღაცა ეტაპი დაგებულიყო რა. აი ბოლოსკენ უკვე, რავი, ალბათ ერთი კვირის წინათ შეგვეძლო ჩაგვეწერა და აი უკვე რაღაცა ახალი ნაბიჯივით დავინახე. შეიძლება მე მინდა და იმიტომ დავინახე, მაგრამ აი რატომ უკაც გონია რომ ეს განთიადი თუ აი ეს აწმყოდან ცოტა წინ გადავედით რა. ეხა ბიზანტიურ ხო, წინ გადავედით და შეგვიძლია უკვე ჩავწეროთ და რაღაცა დავაჩქაროთ კიდეც. და რამ დაგიტოვა, ბოდიში, რამ დაგიტოვა ეგ შტაბეჭდილება, რომ წინ გადავედით? ერთი იყო მეგობარი აქტი, თემა დაიძრა და ნახე გაჭედილები ვიყავით მაგაც აწყოში დიდხანს მიდიოდა ამ ლაპარაკი სანქციებზე, რომ აი რაღაცა აქტებს მიიღებენ, რომ ეს სანქციები მოვა, არ მოვა, იქნება, არ იქნება, არაუშავს დავალაგებთ, არაუშავს ტრამპი იქნება და დაალაგდება. აი ეს რაღაცა ეს მოლოდინი იყო გაჭედილი რა. ისინი უმტკიცებდნენ თავისიანებს, რომ არაფერი არ იქნება, კაცო და სანქციებიც რა პრობლემაა. ჩვენ ამას ველოდით და თითქოს ნაბიჯებს არ ვგამდით თუ აი ჯერ უნდა გამოჩენილიყო რაღაცა და იმის მერე გადაგვედგა გარკვეული ნაბიჯები რა და აი მართლა ესეთ შეგრძნება იყო რომ მართლა აწმყოში ვიყავით რა. თითქოს აი რაღაც ფილმიც არის რა, ყოველდღე რო ტიპი იღვიძებს და ერთ და იგივე დღეს დღე რო ხო, ზაზუნას დღე. ხო, ზაზუნას დღე. ხო. იქ კიდევ რაღაც მოძრაობი ერთ დღეში მაინც მოძრაობენ, ხო. აი ეს სხვათა შორის მაგას დავამატებ ხა რომ ჩემთვისაც ეს კითხვა არსებობს, იცი? აი რაღაც ესეთი ასე თქვათ რაღაც ესეთი ოქროს მომენტი, ბრწყინვალე მომენტი, რაღაც უზენაესი გამოცდილების მოლოდინი არსებობს, რომ აი რაღაც უნდა გავაკეთოთ, რაღაც უნდა მოხდეს. და ძალაუფლება ერთი ცენტრიდან მეორეში გადავიდეს რა. და აი ეს რა უნდა მოხდეს, კარგად ვერ წარმოგვიდგენია, მე მგონი უკვე 1-10 წელია რა, იმიტომ რომ ეს რაღაც პარლამენტში უნდა შევიდეთ. მთავრობის შენობა უნდა დავიკავოთ. აი მე მაგალითად სულ რაღაცა ეს კადრი მაქვს, მაგალითად პროკურატურის პარალიზებული შენობა და ასე შემდეგ, ანუ რაღაც ფიზიკური გამოხატულება ამ მომენტის, ხო, სხვადასხვანაირი გვაქვს რა და მე მინდა ამაზე ვიფიქრო დღეს ცოტა ხანი რა, მართალი გითხრა, აი რა არის ეს ბრწყინვალე მომენტი, არის თუ არა, არსებობს თუ არა, თუ რაღაც ჩვენ შევქმნით. ხო, მომენტია, თუ პროცესია. ერთი წერტილი არის, როცა აი ეს მომენტი მანამდე სხვა რაღაცა არის და მე მომენტი გადავაბიჯებთ და მე სხვა რეალობა არის. კი. თუ გარდამავალი პროცესია. ხო, აი ზუსტად
შენ რაც ჩამოთვალე რაღაც ბოდიში, აი დავამთავრებ. ზუსტად მაგაზე მინდა რა ვილაპარაკო რა, აი რაღაცნაირად მე მგონი ჩავკეტეთ გონება რაღაც მომენტზე, რომელიც ვიღაცამ უნდა მოიფიქროს და რადგან ვერ ფიქრობთ, ამიტომ ვაგებთ და ვეძებთ ამ მომენტს და რომ მოვიფიქრებთ, მოვიგებთ რა. ხო და აი ეს რაღაცა ესეთი ჩაკეტილი, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება, ხო, პროცესის მიმართ, ხან ერთგან ჩავკეტავთ, ხან მეორე, აი გაზაფხული მოვა და ვიგებთ, დაზამთრდება და მოვიგებთ, მეგობარი აქტი შეიქმნება და ვიგებთ. აი დაკავშირება ურთულესი კომპლექსური პროცესის, რასაც პოლიტიკური ძალაუფლების მოძრაობა ქვია, ხო? ამის დაკავშირება რაღაც პრიმიტივისტულად ერთ მომენტთან, რა, როგორც ჩამკეტი. აი ამაზეც მინდა დღეს ვილაპარაკო. სიამოვნებით მეც აყვები რა. აი ხა შენ რაც ჩამოთვალე რაღაცა მომენტები რა, როგორ წარმოგვიდგენია. მე მგონი, რომ ზედმეტად გვაქვს თავში ჩატოვებული რაღაც საბაზისო სცენარები, თუნდაც აი ამ შემთხვევაში ცვლილებებთან მიმართებაში რა. იგივე თქვა თუ ვარდების რევოლუცია გვაქვს ხო გამოვლილი და აი გვახსოვს რომ ერთ დღეში პრინციპში ესე ვთქვათ რა, იქ იყო აი ესეთი მომენტი რა, რომ სანამ ხალხი შევიდოდა პარლამენტში და ჩაის დაულევდნენ პრეზიდენტს, ერთი რეალობა იყო და ჩაის დალევის მერე მეორე რეალობა დადგა რა. აი იყო ეგეთი მომენტი, მანამდეც იყო რაღაცა მომენტები, აი იგივე საბჭოთა კავშირის ერთ დღეში არა, სინამდვილეში ბევრ წელში და ბევრ თვეში და ბევრი ბრძოლის შედეგად, მაგრამ რაღაცა ერთიანად მოხდა. აი ტალღა შეიძლება დიდხანს მოდიოდეს, მაგრამ ერთ მომენტში გეცემა, ხო? ერთ მომენტში ხედავ და ერთ მომენტში გადაგილოს. რაღაცა ესე დაეცა ყველაფერს. და თითქოს მოლოდინიც ასეა რა, რომ ეს რაღაცა წერტილი უნდა ვიპოვოთ, მაგრამ ეს წერტილი ანუ წერტილამდე ტალღა უნდა გამოვიწვიოთ. ანუ ტალღა უნდა იყოს, რომელიც მოძრაობს და მე ის შეჯახება როდის მოხდება, ეგ უკვე ინერციაზეა დამოკიდებული. იცი რა არის? ხო, აი მე ხა სულ ფიქრობ ხოლმე ერთ ტერმინზე, მიოპიური რა, სხვა შორის ეს ტერმინი მე არ მქონდა არასდროს ჩემს ლექსიკონში და არ გამომიყენებია დათო არის ზედელაშვილი, სამართლის კონსტიტუციის თემებზე მუშაობს და მაგას ქონდა ერთხელ სხვა შორის ეგეთი რაღაც მიოპიური აზროვნება, თუ რაღაც ეგეთი ტერმინი ქონდა, ძალიან მომეწონა რა ეს დამოკიდებულება. ეს არის შაშალე ცოტა. ხო და ეს არის რაღაც აი თვალის მდგომარეობაა რა, რაღაც ძალიან ვიწრო წერტილში იყურები და ეს მე მგონი გარეთ პერიფერიული ხედულობა აღარ გაქვს. და ეს პერიფერიული ხედულობა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა, ეხლა რა ვიცი, თუ გიცხოვრია ოდესმე მაგალითად ადამიანს ან გამოცდილება თუ გაქვს ესე თვალს რო თქვათ რაღაცაში ჩაგისვავენ ხო თქვათ ან მაგალითად იხედები სამიზნისკენ რაღაც სპეციალურ გასახედი მასში დურბინში ან რაღაც ხო დურბინი რა და ამ დროს გგონია რომ შორს იყურები მაგრამ რეალურად ძალიან დაუცველი ხარ მოკლე დისტანციაზე რა იმიტომ რომ გარშემო ვეღარაფერს ვეღარ ხედავ პერიფერია გამქრალი გაქვს რა და მე მგონი ეს მიოპიური მეც რთულად აღიქვავ მაგ დროს და ხო არა იმიტომ რომ ფოკუსი დაფოკუსებული ხარ სადაც პატარა წერტილში და ხო და აი ეს ფოკუსი ჩვენ მე მგონი ვარდების რევოლუციამ გაგვიჩინა და რაღაც ტყვეობაში ჩააგდო ჩვენი გონება რა მე ზოგადად ეგეთი ტიპი ვარ მართალი გითხრა წარმოსახვის უნარი ეგრე ან ყოველთვის არ მუშაობს ჩემთან რა და მიყვარს უფრო რაღაც სტაბილურ ჩემთვის ნაცნობ სივრცეებში აზროვნება რომ ასე უფრო რაღაცნაირად გრძნობ თავს თავდაჯერებულად და ახლა მგონია რომ პროტესტიც ასე აზროვნებს ან პროტესტიც რაღაცნაირად ძალიან კონსერვატულად ცდილობს არსებულ ისტორიულ ჩარჩოებში იჯდეს და ასე გააგრძელოს სულა და წარმატების რაღაც სამსაკრალურ მომენტამდე მივიდეს რა და მე მგონი ეს ფუნდამენტური შეცდომაა ეს არის შეცდომა რომელიც ჩვენ როგორც საზოგადოებამ დაუშვით ჩვენი წარსულის გააზრებისას ვარდების რევოლუცია არ არის არც ერთი დღე და არც 7 თვე კამპანია პოლიტიკური რა ეს არის პროცესი რომელსაც ბევრი წლის წინაპირობა უდევს და რომელიც ჩვენ გაანალიზებულიც არ გვაქვს ჩვენ არც მაშინ ვიკვლევდით ნორმალურად საზოგადოების აზრს
დინამიკას მაინდა-მაინც დიდად არავინ არ უყურებდა, აი სოციალურ ქსელებს არავინ არ უყურებდა, ვინ ვისთან რაზე და როგორ ლაპარაკობს, არავინ არ იკვლევს, ასე ვთქვათ, მოლოდინებს, გაწყობებს, მზაობებს, უნარჩვევებს, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საპროტესტო მოძრაობისთვის. შეიძლება ამას იკვლევს სახელმწიფოს რაღაცა სადღაც დეპარტამენტი და იმან იცის. მე მგონია რომ ეგენი იკვლევენ კაგრას. ხო და იკვლევენ მაგათმა ეგენი ჩვენები არ არიან, ხო? არსებითად ეგ ტიპები გაუგებარია ვისთვის მუშაობენ ტრანზაქციული. ხო, ტრანზაქციული ტიპები არიან. ხო, ტრანზაქციული ტიპები არიან, ვინც დაკვეთას მისცემს, იმას მისცემენ ამ მონაცემებს და გაუზიარებენ. რა ვიცი, ხა გააჩენ იმის შთაბეჭდილება, რომ საქართველოში დემოკრატიული სისტემის ერთგული სახელმწიფო უწყებები შემოგჩა ჩვენ? მე არა მაქვს, ეს შეიძლება ერთეული გმირები სადღაც არიან. ხო, შეიძლება მართლა არსებობენ ერთეული ადამიანები, სადღაც ხედან, ცდილობენ, წვალობენ, რომ აი ამ რაღაცა ჭაობში რამე გააკეთონ, ასე თქვა, ყველაზე ოპტიმისტური სცენარი ასეთია ჩემთვის, მაგრამ როგორც ინსტიტუციურად სახელმწიფო ინსტიტუციები ადამიანებს გვებრძვიან, მოქალაქეებს გვებრძვიან, ჩვენს თავისუფლებას ებრძვიან და ცდილობენ აღადგინონ საბჭოთა ფეოდალური წყობილება. ანუ ძალიან ესეთი პირდაპირი დამკვეთების და დეგენერატების მონაწილეობით. ეს დამკვეთები ტიპები, რომლებიც ფეოდალები იციან როგორ უნდა იცხოვრონ ფეოდალურად იყვნენ ეს ტიპები და უნდათ რომ აღადგინონ სტატუსი და ვიღაცა დეგენერატები, რომელსაც რაღაც ნაჭამი აქვთ ეს პოლიტიკური იდეოლოგიები, რაღაც ხილში არიან და ვერ გაურჩევიათ რეალობა იმისგან, რა ქვია, თავისი საკუთარი მოლოდინებისგან, რაც აი შენი ბიზანტიური იგივე კასტა არის, ის დეგენერატები, ვინც იგივე კასტა არის, უბრალოდ რაღაცა ლიფტით იმ რაღაც თამაშის წესებს იცნობენ და იმედი აქვთ, რომ რაღაცა ლიფტით იქ აღმოჩნდებიან ზემოთ. ხო, რავი. ეს ასე ვთქვათ, შენ უფრო დააქვესკნელ ეს ტიპები. მე კიდე რაღაცა დეგენერატული იდეალიზმის იმას უტოვებ, რა ქვია, სივრცეს, სააზროვნოს და ხო. და აი მანდ არის საინტერესო რა ეს ბიზანტიური აი ასე ვთქვათ აუტიზმის იდეა რა, როგორ შეიძლება თავის შემოფარგლო სადღაც და საერთოდ გარემოსთან კავშირი დაკარგო რა. ხო და აი შენ ახსენე დღეს, ოღონდ სხვა მაგალითი მოიყვანე რა. ანუ სხვა სახელი დაარქვი, თორე იგივე იყო, აი დურმიჯო იყურები, კაკრას ეგ მდგომარეობა არის რა. ოღონდ აქვე დავამატოთ რა, ანუ ბიზანტიურ აუტიზმს როცა ვამბობთ, არ გულისხმობთ, აი აუტისტურ სპექტრთან კავშირი არ აქვს, ასე ვთქვათ რა. ანუ აი ამ რაღაცასთან სულ სხვა რაღაცა არის რა. უბრალოდ ეს ტერმინი მოვისმინე რამდენიმე დღის წინ და გიოს გაუზიარე და რაღაც ეგეთი მოვლენა არის რა. აი ცოტა ახსენი რა ეს მოვლენა რა. ხო, არა, რას უსმენდი? ანუ ბიზანტიის იმპერიის ბოლო 10 წლეულებზე იყო ლაპარაკი, შეიძლება ბოლო საუკუნეზეც რა. როდესაც ბიზანტიის იმპერია არის მხოლოდ კონსტანტინოპოლი და მისი შემოგარენი უკვე რა. და მთელი იმპერია ამით შემოისაზღვრება რა. როდესაც კონსტანტინოპოლის მოსახლეობა 500,000 და მეტი ადამიანიდან ჩამოსული არის 50,000 ადამიანზე და უფრო ნაკლებზე. როდესაც სხვადასხვა უბნებს შორის უკვე შენობები საუკუნეობით ინგრევა და უკვე უბნები არის მიტოვებული და განადგურებული და იქ ხეები ამოდის და ტყეები ჩდება და მოსახლეობას ბოსტნები აქვს და მიწებს ნავენ შიგნით, აი კედლებს შიგნით კონსტანტინოპოლში იმ დიდ ქალაქში რა. როდესაც აკვედუკები აღარ მუშაობს და რაღაც კანალიზაციის მოკლედ მთელი ის განადგურებულია, ასე ვთქვათ, ქალაქი და აი ამ მდგომარეობაში არსებობს იმპერატორი და იმპერატორის კარზე ისევ ის ძველებურად, როგორც მე-4 საუკუნეში, მე-6 საუკუნეში, მე-11-ში, მე-10-ში, აი ეს ინტრიგები იყო, ზუსტად იგივენაირი ინტრიგებით ცვლიან იმპერატორები ერთმანეთს და ისეთი დამოკიდებულება აქვთ რაღაცა თავისი იმპერიის მიმართ. ერთ-ერთი იმპერატორი წერს წმინდა რომის ანუ გერმანელების იმპერატორს, რომ აი ხო იცი, რომ
მე ვარ ანუ ბიზანტიის იმპერატორი უნდა იყოს, მსოფლიოს იმპერატორი, ხო და აი შენ რომ მოგვდები, მოდი ანდერძი ისე დატოვე, რომ ბიზანტიის იმპერატორს გადააბარე შენი აი ეს ახლა გერმანიის იმპერია რა. აი ესეთი წარმოდგენა აქვს თავზე. ანუ როდესაც მოდან დელეგაციები გაგეთიშა რაღაც დროს. ხო. კი ბატონო, აი აქედან გავაგრძელებ. არაფერი 20 წამი. ხო, რაღაც დელეგაციები მოდიან, მაგალითად იმპერატორთან. იქ მოქალაქეებთან აგზავნიან, თქვათ, მდიდარ მოქალაქეებთან. ადამიანებს და ჭურჭელი, მაგალითად სინები, ოქროსი და ვერცხლის ჩანგლები მეზობლებიდან მოაქვთ, ასე ვთქვათ, რა, ბრჭყალებში რო ჩავსვათ, რომ აი ამ რაღაცა დელეგაციებს ისე გაუმასპინძლენ, რა. და აი ამ მდგომარეობაში, ანუ და მსოფლიო იცვლება. ანუ ამასობაში მსოფლიო იცვლება, მაგრამ ბიზანტია აი ამ ამხელა იმპერია ერთ პატარა ქალაქად და მის შემოგარენამდე არის დასული და დაპატარავებული, მაგრამ აი ეს სიამაყე და რაღაცა თავის პარადიგმის შეცვლაზე, ასე ვთქვათ, უარს ამბობს რა. აი იმ დურბინში იყურება, რომელიც შენ თქვი. იყურება თუ ახლოს შეიძლება გამადიდებულ შუშაში იყურებოდეს და არა დურბინში, ვთქვათ. აი რაღაცაში რა. ხო, და აი ამაზე ამბობდა ადამიანი, რომ ამას ვეძახიო ბიზანტიურ აუტიზმსო რა, როდესაც მსოფლიო შეიცვალა უკვე. ხო, და აი ამ მდგომარეობაში ხვდებიან, რომ თურმე რომის პაპი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა არის ევროპაში და მას შეუძლია ჯვაროსნული ლაშქრობის გამოცხადება. მაგრამ უკვე აღარ არის თან რომის პაპი მთავარი ფიგურა ევროპაში და უკვე აღარ შეუძლია ჯვაროსნული ლაშქრობების გამოცხადება. ანუ ხვდები ხო, რაღაცა ისტორიული პროცესი არის, რომელშიც ისტორიული პროცესი კი არა, რაღაცა ტერიტორია არის, რომელშიც შენ ხარ გამოკეტილი ირგვლივ გახედვას და გამოხედვაზე უარს ამბობ, აღქმაზე გარშემო რა ხდება და იმ ძველ პარადიგმაში ან ძველი დიდებით ან ძველი რაღაცა წარსული და გამოცდილებებით რაღაცა საბაზისო აი სცენარები ვახსენე, ხო, აი ამაში ცხოვრობ და წინ ნაბიჯს ვერ დგავ რა. აი რაღაცა ეს იყო, რაც მაშინ გაგიზიარე და ეხლა მე მგონი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა, რომელიც ყველამ, ვისაც აქტიურ პროცესთან აქვს შეხება, უნდა გაითვალისწინოს, იმიტომ რომ აი ეგრო თქვათ, მე დავფიქრდი, რომ იცი რა, მე მგონი ჩვენი მთავრობაც და წინააღმდეგობის მოძრაობაც რაღაცნაირად ამ ასე ვთქვათ აუტისტურ სივრცეშია რა გამოკეტილი რა, ანუ თავისი შიდა პროცესით ცხოვრობს გარესამყაროსთან კავშირს არ ამყარებს ან ვერ ამყარებს და აი რაღაცა თავის პატარა ქვაბში იხარშება რა და ნუ შიგნით თავის წარმატებები აქვს, თავის წარუმატებლობები, თავის მტრები ყავს, თავის მოკავშირეები, მაგრამ აი გარედან რო შეხედო, ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან სასაცილოდაც ჩანდეს, იმიტომ რომ რელევანტური საერთოდ არ იყოს არანაირი დებატისთვის რა. ხო და ეს მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ და ნუ ჩვენი მთავრობა რომ ამ დღეშია ეს ფაქტია და მაგათი ასე ვთქვათ მაგათი ბოლო გასაგებია, მაგრამ აი წინააღმდეგობის მოძრაობა როგორ შეიძლება გამოვიდეს ამ რაღაცა პატარა სამყაროდან ჩაკეტილი კოლოფიდან თუ ჭიქიდან და როგორ შეიძლება იქცეს საქმიან ძლიერ ეფექტიან ასე ვთქვათ რაღაც ტალღად, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ რეჟიმის შეცვალოს რა, არა მხოლოდ კონკრეტული ერთი მთავრობა შეცვალოს, არამედ მთლიანად ქვეყნის დინარება შეცვალოს, მთელი ქვეყნის ასე ვთქვათ მიმართულება შეცვალოს, საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ გადადგმული ნაბიჯი გახდეს. მე მგონი ეს უნდა იყოს მთავარი საფიქრალი და მთავარი ასე ვთქვათ ჩვენი სააზროვნო რა. ამ წუთისთვის ასე ვთქვათ ამაზე ვფიქრობ და აქ კიდე ერთი პატარა ვიდეო გამახსენდა სხვადასხვის რომ ესე იგი უყურებდი იმ დღეს რაღაც რუსი ცხინვალთან სადღაც ტყეში დაბორიალობს. ხო და აღმოაჩენს ძველ გამოთლილ ქვას ზედ ასომთავრული წარწერით და ესე იგი ვიდეოს წერს რა ეს ბლოგერი რომ ვახო ნახეო რა სასწაული აღმოვაჩინეო ეს ნახდათ არ არისო ქართულიო ეს რაღაცა უძველესი
და ჯერ კიდე ალბათ შეუსწავლელი, ესე იგი, ტექსტიაო და აქო საერთოდ სხვა ისტორია იხსნებაო რა, საქართველო რა შუაშიაო ესო რაღაცა უძველესი კულტურა, მოკლედ სადღაც გავიდა ტიპი. ხო და აქ რა არის მარტივი უცოდინრობა, ხო? და აი ხშირად შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ რაღაცების მარტივი უცოდინრობა ძალიან დიდი ბარიერი გახდეს, ასე ვთქვათ, წარმატებისკენ სავალ გზაზე და სერიოზულად შეგვაფერხოს რა. და ეს პირველ რიგში უცოდინრობა არის საკუთარი გამოცდილების, საკუთარი ისტორიის. მე მაგალითად აი ამის უცოდინრობას მუდმივად ვაწყდები როგორც მთავარ პრობლემას რა. ანუ ერთი და იგივე წრეზე სიარული ნიშნავს ერთი და იგივე სულელური შეცდომების დაშვებას. ხო და რა ვიცი, რაღაცნაირად თუ შევძლებთ ამ უცოდინრობას პასუხი გავცეთ, მე მგონი კარგი ამბავი იქნება რა. გახსოვს ადრე გეუბნებოდი, ეხლა იმდენად აღარ ჩავშლი, მაგრამ ანტიკური ტრაგედიის სცენარს გვახსოვს მეთქი თავზე. ბიძინა ივანიშვილი თქო რა, თუ ის პროპაგანდა, თუ პირობითად ბიძინა ივანიშვილი. ანუ ანტიკური ტრაგედია რა არის, ხო? სადღაც ღმერთები ერთობიან, ოღონდ ის ღმერთები რა, რომლებიც უფრო გვანან ადამიანებს, მაგრამ ამ დროს ღმერთები არიან. ბერძნულ მითოლოგიის ღმერთებს გულისხმობ, ღმერთები ერთობიან, რაღაც მახეებს უგებენ ადამიანს, ზოგიერთს ეხმარებიან, ზოგიერთს პირიქით ფეხს უდებენ. ბედისწერ და მთავარი პერსონაჟი მოქმედებს ამ ღმერთების დახმარებით, ხან წინააღმდეგობით და მიდის გარდაუვალი ბედისწერისკენ. ბედისწერისკენ, ანუ ფინალისკენ, რომელიც უკვე არის განსაზღვრული რა, უკვე არის განსაზღვრული და აი ამ პერსონაჟის აი პიესის განმავლობაში, ასე ვთქვათ, რამდენიმეჯერ დგება მომენტი, როდესაც აი არჩევანის წინაშე არის პერსონაჟი და ჩვენც კი მაყურებელსაც, მიუხედავად იმისა, რომ აი ამ სპექტაკლს 2500 წელია, ვთქვათ, ადამიანები უყურებენ, ხო? მაინც უჩნდებათ მომენტი, რომ აი შეიძლება აი აქ რო სხვანაირად რა ნაბიჯს რო გადადგამს, ყველაფერი სხვანაირად დამთავრდეს. მაგრამ არა, მაინც ისე მთავრდება, როგორც წინასწარ არის დაგეგმილი და აი ამას ვამბობდი, რომ ეს პროპაგანდა, ეხლა სახელმწიფო პროპაგანდა თავაზობს ამას, გარდაუვალი დამარცხების სცენარს. ანუ ჩვენ გვეუბნება, რომ თქვენს ვაჟკაცობას, თქვენს გამბედაობას, თქვენს ბრძოლას აზრი არ აქვს. ერთად მაქსიმუმ რასაც შეიძლება მიაღწიოთ, ეს იქნება, რომ აი რაღაც გმირულად დაეცეთ რა. და იმიტომ რომ წინასწარ არის გადაწყვეტილი და მართლა მესიჯებში შეგა აი კალაძეს მოусმინო იმას. ეს ყველაფერი წინასწარ სადღაც ვიღაცის მიმართ არის მხრიდან არის გადაწყვეტილი და აი ამ სცენარამდე, ამ ფინალამდე მივართ რა და ჯობია რომ რავი, ჯობია ჩაყვეთ და მშვიდობიანად მივიდეთ იქამდე და აი ბევრი არ იფაფხუროთ, იმიტომ რომ თქვენ თვითონვე დაზიანდებით. ხო, აი უყურე, სინამდვილეში რას გვეუბნება, ეხლა ეგ რო გავაგრძელოთ, თქვენ წააგებთ, რადგან კულმინაციური მომენტი არ გამოგივათ. აი სულ ამას გვეუბნება. არ გამოგივათ, ვერ შეხვალთ პარლამენტის შენობაში. აი ამას გეუბნები. ანუ უყურე, გონებას გიკეტავს პროპაგანდა რაღაც მომენტზე და გეუბნება, შენ ვერ შეხვალ პარლამენტის შენობაში, ამიტომ ეგ მომენტი არ გამოგივა და ამ დროს შენი მთელი, ასე ვთქვათ, პასუხი რა არის? შენ იწყებ ფიქს იმაზე, როგორ შეხვიდე პარლამენტის შენობაში. აი სინამდვილეში ამ დროს უკვე ხაფანგში ხარ რა მოქცეული, ხო? ამ დროს უკვე მისი თამაში იმის პარადიგმა, იმის პიესა, იმის თამაში, იმის გარკვევა არის, იმის ღმერთები არიან, ის იმათ რაღაც სცენაზე ხარ რა. კი, აი მომენტზე ორიენტირება ეგ არის. ადგე სპექტაკლიდან, ხო. არ მიიღო ამაში მონაწილეობა და ხო, აი მომენტზე ორიენტირება ეგ არის. უყურე, ის ცდილობს შეგიქმნას მომენტის, წარმატებული მომენტის მოლოდინი და მერე გაგიცვლოს ეს მოლოდინი და დაგაგდოს. ამ დროს პასუხი რა არის, ხო? და რა შეიძლება? წარმატების მოლოდინი და მერე დაგდება და ეს მორალურად ძალიან რთულია. კი, მაგარი მუტალი რამეა. ეხლა, კი, იმიტომ რომ ანუ მაგალითად გეუბნება, აბა თუ მაგარი ხარ, გამოდი 9,5 მილიონი. გამოდი ხარ რა, ანუ ძალიან ბევრი გამოდი ხარ და
მე გეუბნება, აჰა, აბა რასაკეთებ და შენ არ იცი რასაკეთებ. რა ვიცი ხა, რა უნდა გავაკეთო? არ იცით, გახარე, რატო? იმიტომ რომ შენ არა გაქვს წინასწარი ორგანიზაცია ამ ყველაფრის გაკეთებული. მე გამურბის ვიღაცა ამბობს, აჰა, ხო ხედავ რა, გამოხვედი რა ჩემ ფეხები ქენი, მე უნდა გამომყოლოდი. მე ვიღაცა იტყვის, საერთოდ რატო გამოვედით რა, ეხლა ტყუილად ავტეხეთ ეს რაღაცა ბალაგანია რა, რაღაცა უარეს დღეში აღმოჩნდებით და მე მიდის ეს დესტრუქციული პატარ-პატარა ერთმანეთის კბენა, ჭამა და მე გამომყევით, ის პლაკატი შენ ნუ გიჭირავს ჩემ გამოსვლაზე, რაღაც აი და გადადის მთელი ეს დიდებული იდეა შექმნა საზოგადოების წინააღმდეგობა იქცევა ჭუჭყიან წუმპეთ, სადაც რაღაც ყიყინის ხმაღა ისმის რა აქედან და ეს არის მისი სცენარი. ეხა ჩვენი სცენარი რა შეიძლება იყოს, ხო? მე მგონი ხო, ეხა ჩვენი სცენარი რა შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ხო, ბოდიში, უცბად ვიტყვი ეხა და გავაგზავნე. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია გამოსვლები. 26 მაისი გეგმება. გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველდღე გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ რატო ვაკეთებთ ამას? იმიტომ რომ მომენტი შევქმნათ? არა, ისტორია გვაჩვენებს. მომენტი, კულმინაციური მომენტი. არის, როდესაც მოწინააღმდეგე ვარდება, იქცევა, მაგრამ მის წაქცევამდე მიდიხარ ნაბიჯ-ნაბიჯ. მის წაქცევას როგორც ერთი, ანუ შენ კი არ ახტები თავზე, ის იქცევა. ეს არის მნიშვნელოვანი გასააზრებელი, რომ ის უნდა წაიქცეს. და ის რომ წაიქცეს, აი ესე წვეთ-წვეთად მისთვის სისხლის გაშრობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც დღეს ხდება. ნებისმიერი ყოველდღიური გამოსვლა და შეკრება, ეხლა უყურებ გორში მე ასე დღე აიკრიბებიან, თელავში იკრიბებიან. რა მნიშვნელობა აქვს, რა რაოდენობაზე ლაპარაკი? ეს არის შეტყობინება, ხო? რომელსაც იღებს მოკავშირე სადღაც დასავლურ სახელმწიფოში ამ არგუმენტს რომ პროტესტი უნდა გავაძლიეროთ, აძლიერებს თავის პოზიციაზე, სადაც აკეთებს ამ ყველაფერს და ინარჩუნებს წნეხის რეჟიმს. რაიდანაც თავის დაღწევა ძალიან უნდა სახელმწიფოს. ანუ გარე წნეხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია შიგნით ყოველდღიური წინააღმდეგობა, ხო? მაგრამ მარტო გარესთვის არა, შიდა პროცესისთვისაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უკვე ფაქტიურად თავს იჩენს ვინ რისი გამკეთებელია, ვინ სად და რომელ მხარეს იკავებს. ეხლა ჩემთვის მაგალითად დღეს რო გამოდიხარ, თავარ მოწინააღმდეგედ ასახელებ რომ ერთიანად უნდა დაამთავრო ივანიშვილიც და ნაციონალური მოძრაობაც, მე მაგალითად პირდაპირ ვიტყვი რომ არ ახარ შეწინააღმდეგობის მონაწილე, იმიტომ რომ ნუ ეხა ლაპარაკობ რაღაცა ესე იგი თითქოს მოწინააღმდეგეზე, ამასთანავე ერთად ფაქტიურად ფანტავ საპროტესტო ძალას და საპროტესტო კონცენტრაციას და სრულიად გაურკვეველი, ასე ვთქვათ, რაღაცა მიმართულებით ცდილობ ვითომ შექმნა შენი პროტესტის ცენტრი, ანუ იმის ნაცვლად რომ არსებული ინსტრუმენტის გადაკეთებაზე, გამოყენებაზე იფიქრო, თავაზობ რაღაცა საერთოდ ახალი ბრძოლის წამოწყებას, უკვე ბრძოლა დაწყებულია, ფრონტი გაშლილია, ანუ სრული დეზორგანიზაცია ამ წუთისთვის, თქვათ, რაღაც აი ამ შტაბში და შენ კიდე საერთოდ ახალი ფრონტის ველის შექმნის ველის იდეით გამოდიხარ, ჩემთვის მაგალითად უფრო მეტად ივანიშვილის საქმეს აკეთებ, ვიდრე წინააღმდეგობის მოძრაობის. იმიტომ რომ წინააღმდეგობის მოძრაობა არავის არ ეკუთვნის. წინააღმდეგობის მოძრაობა ეს არის სივრცე, რომელსაც ამ წუთისთვის გამოკვეთილი ლიდერი არ ყავს. ეს არის სივრცე, რომელიც რაღაცნაირად ამ ლიდერს თავისკენ ვიღაცას მოკაჩავს, ჯერჯერობით რაღაცა ვერავინ ისე თავი ვერ გამოიჩინა, რომ დიდხანს შერჩენილიყო და გადააგდებს ისე. მე მოკაჩავს ახალს, ბოლო პერიოდი ამას უყურებთ ჩვენ, ხო? 160 დღეა თუ რამდენი დღეა, რასაც უყურებთ რა. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ეხლა გავიაზროთ ვინ არის ნამდვილად წინააღმდეგობის მოძრაობაში, რა ტიპის განწყობა ჯდება წინააღმდეგობის მოძრაობაში. და რა ტიპის, ასე ვთქვათ, მცდელობები არის წინააღმდეგობის მოძრაობის თან დაპირისპირებული. ღიად ან ფაქტობრივად თავის საქმე. მე მგონი აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი გასავლები რაღაც ხაზია უკვე, იმიტომ რომ ამდენი ხანი გავიდა და უკვე ფაქტია რომ იკვეთება რაღაცა ფორმები, ფაქტია რომ 50 ადამიანზე მეტი ციხეში ზის,
ეს სრულიად აბსურდული ბრალდებები, ეს სრულიად აბსურდული პროცესები, რომელიც ანუ აღარაფერზე აღარ დგას უკვე გარდა იმაზე, რა ქვია, მუშტიკრივზე, ანუ პირდაპირ რაღაცა ძალით, აი ძალა აღმარცხნავს, ასე ვთქვათ, დამოკიდებულებით ცდილობს სახელმწიფო თავისი პოზიციის დამკვიდრებას, ხო? ხო და ამ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდე, ვისთან ერთად ხარ თოქში ჩაბმული, თუ მთაში მიდიხარ რა და მთაში ნაღდად მიდიხარ. თოქშიც ნაღდად ხარ ჩაბმული და საფრთხეც ფეხქვეშ მუდმივია, ანუ ვიღაცას შეიძლება დაუცურდეს ფეხი, ჩავარდეს სადღაც და ამოსათრევია ის იქიდან და აი გააქვს იმის იმედი, ვინც შენთან ერთად თოქშია ჩაბმული. ხო. და შეიძლება თვითონაც ჩაიყოლოს და ამიტომ უნდა კონდეს, რომ თოქი არ გადაგიჭრას, ხო? რავი, მე ვფიქრობდი აი ამასი პარადიგმის შეცვლაზე ზოგადად რა და პირველ რიგში ჩემი აზრით პრობლემა რაც არ ვიცი პირველ რიგში არა უბრალოდ ერთ-ერთი პრობლემა ეს და ვინახე რომ რაღაც ძალიან გამჯდარი გვაქვს და მოგწონს თითქოს ეგეთი რაღაც დავეცლება დამრჩა თითქოს მოგწონს რაღაცა გმირულად დამარცხება ბრძოლაში და იმ გარდაუვალი დამარცხების წინაშე გმირულად გამოსვლა და თავგანწირვა რა. ამ დროს სინამდვილეში დამარცხებაზე უარი უნდა ვთქვათ. გმირულად დამარცხება და თავგანწირვა გჭირდება მაშინ, როდესაც სისტემა არ არსებობს. როდესაც სისტემა არსებობს, ამ სახის თავგანწირვა აღარ ხდება საჭირო. ანუ ვერავინ ვერ მეტყვის აი მაგალითად დავით აღმაშენებლის დროს, როდესაც აი რაღაცა ისტორიას კითხულობ, ხო? აი ესეთი თავგანწირვის ფაქტები აღარ არის რა. აი ამითი ისტორიკოსი ამითი ამის ხაზგასმით არ ცდილობს ამა თუ იმ მოვლენის შენთვის მოწოდებას რა. იქ არის სისტემა მუშაობს და დამარცხებისთვის არ იბრძვიან რა, ანუ გამარჯვებისთვის იბრძვიან და მართლა გარდაუვალი გამარჯვება არის. მიუხედავად იმისა, რომ აი კითხულობ და იცი რომ აი რაღაცა ბევრი მტერი მოდის, იცი რომ გარდაუვალი უნდა გაიმარჯვო. რა თქმა უნდა, იყო შანსი რომ დამარცხებულიყვნენ, მაგრამ იმარჯვეს რა. აი ეს რაღაცნაირი გარდაუვალი დამარცხება ჩაგვებეჭდა არ ვიცი, აი 300 სპარტელის მაგალითი მომდის რა, რაღაცა მაგრამ სინამდვილეში ასე არ ყოფილა, ანუ რაღაცა ისტორიულად გვაქვს ჩაბეჭდილი გონებაში რაღაცა მოვლენები, რომლებიც სინამდვილეში ცოტა სხვანაირად იყო. ანუ 300 სპარტელი სინამდვილეში დასამარცხებლად არცად არ წასულა. ანუ და სულაც არ იყვნენ თან 300-ნი რა, რამდენიმე ათასნი იყვნენ და ის არის ბოლო მომენტი აი 3 დღის ბრძოლის შემდეგ ბოლო მომენტი დგება, როდესაც ხვდებიან რომ ალყაში არიან, მოკავშირეებს უშვებენ, იტოვებენ მარტო ილოტებს, მოკავშირეებს უშვებენ, იარაღი აღარ აქვს უკვე ნორმალურად, კვებს იღებენ, მაგრამ ემზადებიან სიკვდილისთვის, მაგრამ ის არის ბოლო, რა ვიცი, ბოლო 5 საათი იმ ბრძოლის და მანამდე ირჩევენ და მიდიან ბრძოლაში იმისთვის, რომ გაიმარჯვონ. მაგრამ ჩვენ რატომღაც აი რაღაცნაირი პროპაგანდა შეიძლება ჰოლივუდის გავლენაც იყოს, შეიძლება რაღაცა ჩვენ გონია რომ ისინი მიდიან, ანუ რატომღაც ესე ვფიქრობთ, რომ თავიდანვე მიდიოდნენ იმისთვის, რომ დამარცხებულიყვნენ გმირულად და მომკვდარიყვნენ და არ იყო ეგრე, არ არის ეგრე. ანუ აი ამ გარდაუვალ დამარცხებაზე, თუნდაც გმირულად დამარცხებაზე უარი უნდა ვთქვათ და მოვიფიქროთ გამარჯვების სცენარი. ანუ პირიქით მოწინააღმდეგე, პირიქით ბიძინა ივანიშვილი ჩავაყენოთ გარდაუვალი დამარცხების მოლოდინის სცენარში. როდესაც რაც არ უნდა გააკეთოს, რა პერეტრუბაციებიც არ უნდა ჩაადო, ვინც არ უნდა მოხსნას და ვიღაცამ პირიქით აწიოს ზემოთ და ასე შემდეგ, მისი დამარცხება იქნება გარდაუვალი. და თვითონ ჩავარდეს ამ სცენარში. და ეგ მე მგონი ხდება. და ეგ ხდება, ოღონდ ამის გააზრება პრობლემა, იმიტომ რომ აი მაგალითად ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდა მაჭავარიანის დასაფლავებას. მორიგჯერზე დამარცხდა. იქ რაც მოხდა, კონსერვატორიამ რაც ჩაიდინა, ეს არის თლიანად ამ სისტემის ჩამონგრევის ტოლფასი. ანუ შიგნით ეხლა ნორმალურად, ასე ვთქვათ,
მოაზროვნე ადამიანები ფიქრობენ უკვე რა ხდება, სად ვართ, კომუნიზმში, ტერორში ვართ, 30-იანი წლების ტერორში, როცა რაღაცა ეს სახელმწიფო პირდაპირ იყენებს თავის პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმს კონკრეტულ ადამიანის მეხსიერებას რაღაცა შლის კონკრეტულ აი ამ შემთხვევაში გარდაცვლილ ადამიანს ებრძვის ხო ეს ძალიან აშკარა მომენტი იყო რა ასევე მარცხ ხდება ჩუმად მყოფი ადამიანები ანუ ჩუმად მყოფი ადამიანები მაგრამ მათ თვალშიც მარცხ ხდება ივანიშვილის რეჟიმი იმიტომ რომ ისინი ხდებიან ამ ყველაფრის მონაწილეები და ეხლა საინტერესოა ისინი როგორ გადაწყვეტენ საერთოდ თავის ცხოვრების გაგრძელებას სად ჩადებენ თავის ენერგიას იმიტომ რომ მომავალი კიდე არსებობს ანუ აი ეს რაღაც მომენტი რომ აი ხა მთავრდება ხო აი მუდმივი დრამატიზება, ეგრე არ არის რა, რაღაცა კიდე იქნება ხო პროცესი. და ასევე მარცხ ხდება ივანიშვილის რეჟიმის სახალხო მარშებზე, ხო? მარში მიდის ქუჩაში, ხალხი გამოდის ესალმება. მორჩა, იქ უკვე დამარცხებულია ეს რეჟიმი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უბნებშია ეს მსვლელობები და რომ ამას ყავს გულშემატკივრები და ამას მოსდევს, ასე ვთქვათ, შედეგი. ასე რომ ესეთი რაღაცა პესიმისტური, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება, რომ აიცი რა, ეხა საით მიდის ეს ყველაფერი და რაღაც რაც მე ვაწყდები ხოლმე პერიოდულად, რომ აი რა შეკრებები და ეს თან იმათი პროპაგანდა სულ ეგ არის, ხო? იმათი პროპაგანდა სულ ამაზე მუშაობს, რომ რა ტყუილა იკრიბები, ტყუილა აკეთებ რაღაც და უცბად რა აღმოჩნდა, გადაწყვიტეს ხალხი დაეშალათ, რამდენიმე დღის წინ იყო და გამოვიდა მაშინვე თბილისი დასაცავად, ხო, ამ ხალხის. ასე რომ მე მგონია, რომ ამ წუთისთვის ძალიან კარგი პოზიციები აქვს წინააღმდეგობის მოძრაობას. მე მგონია, ამ წუთისთვის ძალიან სერიოზული პრობლემები უკვე შეექმნა მარტო ივანიშვილს და მის უახლოეს გარემოცვას კი არა, საერთოდ იმ სისტემას, რომელიც შექმნეს და ეს სისტემა უკვე რაღაცზე დადგება და რამდენი ხანი იდგება და როგორ გაქაჩავს ძალიან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ეხლა მთავარია ჩვენ გვესმოდეს აი ამ პროცესის მეტად ორგანიზების რესურსი სად არის. სად შეიძლება რაღაცა გაკეთდეს უფრო უკეთ, სად შეიძლება რაღაც გაკეთდეს უფრო მეტი შედეგზე ორიენტირებით და ძალიან საქმიანი პროცესი როგორ შეიძლება შეიქმნას რა. იმიტომ რომ რეალურად დღეს საქმიანი პროცესი არის რამდენიმე ასეული ადამიანის სივრცეში, შეიძლება თუ არა საქმიანი პროცესი შეიქმნას რამდენიმე 1000 ადამიანის სივრცეში. ჩვენ თუ გვეყოლება 5000 ადამიანი, რომელიც ყოველდღიურ პროტესტშია ჩართული, ივანიშვილის რეჟიმის სუნთქვას ვეღარ შეძლებს. უბრალოდ ვეღარ ამოისუნთქებს. ეს არის 5000 ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად პროტესტში მონაწილეობს. აი რა ვიცი, შეიძლება ავიღოთ ეგეთი ნიშნული, შეიძლება შევქმნათ ეგეთი მოლოდინი. მე მგონი ამაზე ფიქრი ღირს რა. ამასობაში ჩვენ ახლა დრო გავიდა და მოდი გავწყვეტ და ხელახლა დავიწყებ ჩაწერას, ხო? ეხლა ვაკვირდებით, ხო? კი, ისინი იყენებენ, ესე იგი, რაღაც თავის მექანიზმს, აგერ ადამიანს მოქალაქეობა ჩამოართვეს, აგერ სადღაც მას რა ქვია, ნუ სამსახურებიდან მასობრივი დათხოვნები რაც ჩაატარეს და რასაც უყურებთ, თქვათ ეს ფიზიკური ანგარიშსწორებები, რასაც უყურებთ, დემონსტრაციულად ადამიანებს შორის შუღლის გაღვივება, ახალგაზრდა გოგო მარნეულიდან დაიხრჩო და აი რამდენი დღე უბრალოდ არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გვამი მაინც მოეძიებინათ და ოჯახისთვის გადაეცათ და მე აღმოჩნდა, რომ თურმე შეეძლოთ იგივე მტკვრის დონის დაგდება და მანქანა არ გადავარდა, სანამ რაღაცა მანქანა არ გადავარდა და იმ მანქანის ზებნაში აღმოაჩინეს ის ადამიანი. ხო და ეგ ძალიან მიზანმიმართული პოლიტიკაა, ეგ არის ფაშისტური პოლიტიკა, რომლის მიზანიც არის საზოგადოების მოშლა, საზოგადოება არ უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოში. ანუ არ უნდა ჩამოყალიბდეს რაღაცა პოლიტიკური, სოციალური, კულტურული ერთობა, რომელიც მიუხედავად განსხვავებული კულტურული წინაპირობის, რელიგიის თუ ეთნიკური კუთვნილების და ასე შემდეგ ერთმანეთში შეთანხმდება პოლიტიკურ წესრიგზე.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, აი ამბავი, რომ განსხვავებული ადამიანები პოლიტიკურ წესრიგზე თანხმდებიან, ეს არ უნდა მოხდეს. ეს არის მთავარი, რასაც ებრძვის ეხლა საბჭოური კომუნისტური ფეოდალიზმი. და აი ამ ყველაფერს მაგიტომ აკეთებენ, ხო, ამწარებენ ვიღაცა მშობლებს იქ სადღაც, ვიღაც ადამიანს აგერ ძალიან რა ვიცი, დაიჭერენ დემონსტრაციულად ვიღაცას და ამ ყველაფერს ძალიან აშკარად ესეთ თვალებში ჩათხრიან ადამიანებს, რომ აი ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ ამის გამკეთებლები ვართ. ხო, აი ამას გვიმტკიცებენ, რომ ყველაფრის გამკეთებლები არიან რა. ანუ სინამდვილეში სულ აი ეგ ხაზი აქვთ ეხლა, რომ ყველაფრის გამკეთებლები არიან, მაგრამ აი როგორც ჩანს რაღაცა ასე ვთქვათ ეპარება მაინც ამ ყველაფერს უკვე თავის ჟანგი მაგ ძალას და მე ძალიან მომეწონა როცა არველაძე არ ვიცი სხვათა შორის რომელი საზოგადოებამ ძალიან ესე ღიად გააკრიტიკა იქ კალაძესთან მისვლის და იმ რაღაცა ფეხბურთის მატჩის გარშემო რაღაც ამბებში მონაწილეობის გამო თუ ლაპარაკობთ რომ ავტორიტარიზმია რომ რუსეთი გართმევს სახელმწიფოს, რომ შენი ასე ვთქვათ პროტესტის მონაწილე ხარ, მეორე წუთში მიხვიდე და რაღაცა ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, უკვე აღარ გამოდის პროტესტში ყოფნა რა. აი ეგ არის ზუსტად ის, რასაც მთავრობა ცდილობს თავისკენ გადაკაჩვა. ვითამაშეთ რა. რო პროფესიონალები ვარ და ნუ ის სხვა არის და აქეთ სისულელი არ არის ეგრე, აღარ არის ეგრე. ზუსტად მაგიტომ გააკრიტიკეს პოლოლიკაშვილი. ზუსტად მაგიტომ, რომელიც ახლახანს მოხსნეს ტურისტული სააგენტოს, კი არა, აღარ იმას ქნეს რა, დაასახელეს. თორე შეიძლება კიდე გასულიყო, იქაც ახლა რაღაცა რუტინული, ასე ვთქვათ, პროცესები შეიძლება უკვე იყოს და თუ ირჩევენ, კიდე აირჩევდნენ რა, არაფერი არ გაუფუჭებია იქ. მაგრამ თავისი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, სტატუსი, თუ თავის პოლიტიკური მნიშვნელობა ქვეყნის შიგნით როგორ გამოიყენა, აი ამაზე იყო მთელი კრიტიკა მის მიმართული, ხო, რაც იყო, რომ ანუ ერთის მხრივ ქოცებმა მოხსნეს, რა ვიცი, თქვეს, რომ რაღაცა არ შეგვისრულაო და მე ამბობდა თვითონ, რომ აბა რა არ გაუკეთეო, მითხრა, ნუ რა ვიცი, რა მთხოვესო, მე რაღაც ეგეთი საეჭო. ხო, რა არ გაუკეთეო და ძალიან საეჭო. ხო და ოპოზიციურად მოხსნა მომთხოვესო და მერეო ის ადამიანი თვითონ წავიდაო, მე ვერ მოხსენიო, მაგრამ ნუ მოკლედ არაფერსეც არ შეეწინააღმდეგა. უბრალოდ როგორც რავი, თლათ ბოლომდე ხო რაღაცეებში არ დაეთანხმა ალბათ. ან ისეთი რავი, ინიციატივა არ გამოიჩინა, მაგალითად პირველივე თვალის ჩაპაჭუნებაზე არ მოხსნა ადამიანი, თორე რაღაცა დიდი წინააღმდეგობა, როგორც ჩანს, ყოფილა. თუმცა ვიღაცები ამბობდნენ, რომ პრეზიდენტობა შესთავაზეს მანამდეო და უარი რადგან თქვა, აი ეგ გაუხსენესო, რომ ანუ რაღაცა აი როგორ გითხარი უარი ამ ყველაფერზეო რა. შეიძლება მაგის გამო ხო, ანუ პრინციპში ისა რა ქვია, შიგნით ენდობოდნენო ამ იმ დონეზე, რომ თქვა შესთავაზესო ეგეთი რაღაცა. მაგრამ ნუ ეგ პოლიტიკური ამბები და ანუ ხა თბილისმა იცის არაფერს ისეც არ ვამბობთ რაც ხა ჩვენ იმას რა ქვია ჩვენ ვიცოდეთ და სხვამ არ იცოდეს რა ასე რომ მოკლედ ძალიან ისეთი პროცესი გვაქვს ახლა მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი არ ვიცი ამ პროცესს რანაირად როგორ გაყვება ფართო საზოგადოება მაგრამ მე მგონი ერთი რამ და ჩემთვის ერთი რამ ცხადია რა თუ მეტი ლოკაცია არ ჩაერთო ამ პროცესში ეს ნიშნავს რაღაცნაირად ძალიან დიდხანს ამ პროცესის გაწევას და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ ფსიქოლოგიურად უნდა ვიყოთ ამისთვის მზად იმიტომ რომ მაშინ პროცესის მთავარი წნეხი იქნება გარედან რა თქმა უნდა იმუშავებენ კოცები რომ ეს გარეწნეხი შეამსუბუქონ მაგრამ ჩემთვის მაგალითად 90-იანებში წარმოუდგენელი იქნებოდა იყო რომ ევროპას ამხელა რესურსი ჩაედო საქართველოსთან ურთიერთობაში რა როგორიც არის უვიზო იქ რაღაცა ვაჭრობები იქ რაღაცა კანდიდატის სტატუსი ეს რაღაცა ფორმატები სხვადასხვა ხო ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო რა და რაღაცა მე მგონია რომ ეს ძალიან სერიოზული განწყობის ნიშანიც არის და რომ ეს პროცესი საგარეო წნეხი იქნება შენარჩუნებული სხვადასხვა ინტენსივობით მაგრამ
აი ჩვენ რაღაცნაირად ჩვენი ასე ვთქვათ მობილიზაციის შენარჩუნება უნდა შევძლოთ რა. ხო, მაგაზე არის დამოკიდებული ის საგარეო წნეხიც, ხო? ანუ შიგნით თუ არ გაიმარჯვა ბიძინა ივანიშვილის რაღაცა პროპაგანდა, ეხა შენ რა მოვლენაც ახსენეთ, ცოტა იმას გავს, რითიც მე დავიწყე, რომ თითქოს აწყოში ვართ თქო გაჭედილები რა, პროცესი აწყოშია თქო. ანუ ამ პროპაგანდამ ჩემზეც შეიძლება იმუშაო და რაღაც შტაბეჭდილება დამიტოვა, რომ მართლა აწყოში ვართ გაჭედილი და ერთი და იგივე. აი ამ აწყოში გაჭედვისთვისაც თუ ვართ მზად, რომ აი ყოველ დღე თითქოს ერთი და იგივე დღე გათენდეს, მაგრამ მაინც ხვალინდელი დღისთვის მოვემზადოთ და ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ აი ხვალ შეიძლება, მაგრამ ეს ხვალ დადგება, ანუ ამოვა ერთხელაც მზე და გათენდება, ანუ ეგ ჩვეულებრივია, თავარია სისტემამ იმუშაოს და იქეთ სისტემა იმუშაოს კი არა, სისტემა შეიქმნას და უბრალოდ ადამიანების თავგანწირვაზე არ იდგეს ყველაფერი. ანუ რაღაც ჩანასახი. მე არ ვამბობ ისეთ სისტემას, რომელიც დაუპირისპირდება აი მეორე სისტემას და იქ რაღაცა ჭადრაკში მოუგებ. არა, ვლაპარაკობ სისტემაზე, რომელიც უზრუნველყო შენ დისციპლინირებულობას, ორგანიზებულობას, ყოველდღიურობას და თუნდაც იმას, რაც შენ თქვი, რომ მაგალითად 5000 ადამიანი იყოს ყოველ დღე ქუჩაში რა. 5000 აი ეგ შეიძლება იყოს სერიოზული. და თუნდაც სხვადასხვა ქალაქში. თუნდაც სხვადასხვა ქალაქში, იმიტომ რომ 5000 დღეს საქართველოსთვის, რომელსაც ძალიან სერიოზული დემოგრაფიული პრობლემა აქვს. ძალიან სერიოზული. ეხლა ზუსტად აღარც ვიცით უკვე. მე მაგალითად რაღაცა მგონია რომ შეიძლება 2,5 მილიონი ადამიანიც არის დარჩენილი რა ფიზიკურად ანუ ქვეყანაში. ან ფიზიკურად ეს იმყოფება რა. აქედან მილიონი უნდა ვიცოდეთ რომ რაღაცა საპენსიო ასაკია. რაღაცა 1,800,000 ალბათ რაღაცა არასრულწლოვანი და აი რაღაც ეგრე 800,000 შეიძლება დარჩენილი, აი მაქსიმუმ მილიონი, ასე ვთქვათ, სრულწლოვანიდან საპენსიო ასაკამდე. 5,000 ადამიანი, ხო? ნუ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, თუ გამოდის, ასე ვთქვათ, ყოველდღიურად და აფიქსირებს პოზიციას რა. და ეს პრაქტიკულადაც მნიშვნელოვანია, გიო. ანუ მათი გადაწყვეტილებები და მათი ბრძოლის ფორმები ხელისუფლებას გულისხმობ, უფრო აბსურდული გახდება. ანუ დღეს ეხლა შენ რაც ხო, ეხლა ანუ მაგალითად სოფელში მაგალითად არის ორი ადამიანი, ვისაც შეუძლია გამოვიდეს, მნიშვნელოვანია რომ გავიდეს ფოტო გადაიღოს დადოს. რატო? იმიტომ რომ იქ მაინც იციან იმ სოფელში, ხო, რომ ეს ადამიანი პროტესტის მოძრაობაშია. მაგრამ შექმნა აი ამ სივრცის, აი ამ საპროტესტო სივრცის, სწორედ ასეთი ნაბიჯებით ხდება ხო და სწორედ ასეთი ნაბიჯებით ჩანს რომ წინააღმდეგობის რესურსი ჩნდება სადღაც სადაც რა ვიცი ხა შეიძლება მთავრობას საერთოდ აღარც უნდოდეს რომ მივიდეს და რაღაც ზეწოლა განახორციელოს და თუ განახორციელებს ამ ზეწოლას მაშინ ეს ნამდვილად უკვე ეს არის დევნის სახე რაც თქვა თელავში რაც იყო ხო მიუვარდნენ 3 ადამიანი იდგნენ თელავში მიუვარდნენ მანქანით კინაღამ მანქანა დააჯახეს მერე კინაღამ და იარაღით ემუქრებოდნენ სანამ პატრული არ მოვიდა და ბოლოს მე არც ვიცი ეს ადამიანი დააკავეს თუ რა უკნეს მაგრამ ფაქტია რომ ნუ პატრულმა ვერ შეძლო მასზე თვალის დახუჭვა და მოუწია იქ შეკრებილი ადამიანების დაცვა რა ასე რომ ჩვენ აი ამის ამ ყველაფერი მაგალითიდან დასკვნა უნდა გამოვიტანოთ იქმნება წნეხი ეს წნეხი თავის ეფექტს ახდენს სისტემის მონაწილეზე სისტემის გარეთ მყოფზე ანუ თავის პატარა წვეთი თავის პატარა რაღაცა აგურს ეს ყველაფერი დებს რა ზუსტად ისე როგორც აი მაგალითად კოპენჰაგენში იყო ეხლა ხანს ზუსტად განხილვა საქართველოს საქმის ხო ბერლინშია აქტიური ძალიან ადგილობრივი თემი ეს აქტიურობა მნიშვნელოვანია სხვა ყველა ევროპულ ქვეყანაშიც უფრო მეტად იყოს ორგანიზებული აქტიურობა ის თქვათ შეკრებები შეიძლება მარტო არა ქუჩაში რაღაცა ღონისძიებების მოწყობა ადგილობრივ პოლიტიკურ საზოგადოებასთან მეტი ლაპარაკი ხო ეს ყველაფერი თავის თითო აგურს დებს და ფაქტია რომ ჩვენ ევროპაში დღეს ჩვეულებრივი ასე ვთქვათ ევროპული დისკუსიების მონაწილე ერთობა ვართ უკვე
საქართველო არ არის რაღაც ეგზოტიკური რაღაცა სხვა პლანეტა, რომელსაც ესე გარედან ვიღაცები აკვირდებიან. არა, ძალიან ცოცხალი დისკუსიის ნაწილია და ევროკავშირის სახელმწიფოების საზოგადოებები ან ყველაფერზე უკვე ინფორმაციას ფლობენ, ანუ ძალიან კარგად არიან ინფორმირებულები, პროცესებს აკვირდებიან, მიყვებიან, ისე როგორც ამას გააკეთებდნენ მათი კულტურული ერთობის რაიმე სხვა, ასე ვთქვათ, სივრცესთან მიმართებაში, ხო? აი, როგორც რუმინეთს აკვირდებიან, ზუსტად ესევე შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოსაც არის ყურადღება და ეს მნიშვნელოვანია რა, ეს ჩემთვის მაგალითად მე კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ჩვენ არ ვართ უცხოები ევროპაში, რისი ასე ვთქვათ, რისი ჩვენთვის დაჯერებაც უნდა აი ამ ქოცურ რუსულ მთავრობას, რომ ჩვენ იქ არ ვეკუთვნით, არა სინამდვილეში ჩვენ სწორადაც ევროპაში. ხელი ვარ, ხო, დღის ეს რიგი ხელი გავხდით, ასეა. რავი, მე ერთ რამეს ვიტყვი, რომ მთელ ამ პროცესში, აი რაც დაიწყო ეს დაპირისპირება, ეს ბოლო პერიოდია, ხო? თითქოს ორივე მხარემ დაკარგა ამასობაში ინერცია. აი დღეს ისეთ მდგომარეობაში არის პროცესი, რომ აი ორივე მხარემ დაკარგა ინერცია, ის პირველადი რაღაც ინერცია და სავარაუდოდ წარმატების მეტი შანსი ექნება იმას, ვინც ამ ინერციას თავიდან აკრებს რა. და ის 5000 ადამიანი რაც თქვი, ანუ ბევრი რაღაცა დაჟე, რაცაც მანამდე ვამბობდით, არა მარტო მე და შენ, არამედ სხვა ადამიანებით და რაზეც იყო ლაპარაკი, რომ აი ეს უნდა გაკეთდეს, ეს უნდა გაკეთდეს. ეხლა მოვიდა დრო ყველაფერი ამას გადაიხედოს და თავიდან შევეცადოთ ამ ყველაფრის აკრეფას და გაკეთებას მართლა. ანუ ინერცია არის ეხლა ასაკრები. იმისთვის რომ აი ეს ბრძოლა და ცოტა ანუ წარმატება იმისთვის რომ წაიქცეს მონსტრი. კი, მონსტრი რო წააქციო, აი ამ ასე ვთქვათ შერკინებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ეგ ინერციული მომენტი, აი ეს პასიონარიის მომენტი, რაღაცა განცდა იმისა, რომ აკეთებ და მართლა შედეგთან გადიხარ და აი რაღაცნაირად ერთის მხრივ შეიძლება იზოლირებაც კი გააკეთო ხელოვნური მთელი ამ რამიშვილი შალვა მისი რაღაცა ვიღაცების პროპაგანდისგან, ხო? იმედის პროპაგანდისგან და ასე შემდეგ რა, იმიტომ რომ პირდაპირ საინფორმაციო იარაღი, ეს არის იარაღი, ეს არის ბრძოლა, რასაც ისინი აკეთებენ რა, გინგრევენ ფსიქიკას, გინგრევენ ენერგეტიკას, რაღაცა გაცლიან ამ სასიცოცხლო ძალებს. თუ ამას უსმენ, ანუ უბრალოდ არ უნდა უსმინო რა, უბრალოდ გათიშეს ეგ ტიპები. ანუ მნიშვნელობა არ აქვს, დაშე გჯერა თუ არა. არა, საერთოდ, კი, არა. ისინი შხამიან, ისრებს, ისვრიან და ის არის, სადღაც ხვდება, რომც არ უსმენდე, რომც არ უჯერებდე, სადღაც ხვდება და რაღაცა შხამავს რა. და შენ განწყობას მაინც გიცვლის. აი, გარდაუვალი უბედურების შეგრძნებას მაინც გაძლევს. გარდაუვალი დამარცხების შეგრძნებას მაინც გაძლევს. ეჭვის შეტანის საშუალება, ანუ ეჭვი შეგაქვს უკვე მომავალ ბრძოლაში და ანუ რაღაც განხეთქილების სუაშლიც არის და ის არის და მოკლედ ყველაფერი ერთად. მე ჩახსნილი მაქვს ეგენი. ანუ ჩახსნილი მაქვს, არ ვაწამლიდებ რა. მე მგონი საერთოდ ყველამ უნდა ჩახსნას რა და საერთოდ იმათ პროპაგანდასთან კავშირის საერთოდ უნდა გაწყვიტო, იმიტომ რომ ეგ არ არის ინფორმაცია რა, ეგ არ არის რა მნიშვნელობა აქვს მოусმინო ვიღაც ტიპს, რომელიც თავიდან ბოლომდე შეეცდება გაგანადგუროს, დაგამციროს, დაქცინოს, მოგწამლოს, გაგათახსიროს, თვალებში გიყუროს, მოგპაროს, ანუ აი ეს რასაც აკეთებენ რა ქოცები, ამის კადრებლები არიან რა და რატო უნდა ხარჯო ამაზე ენერგია დადო? უბრალოდ გამორთე რა. უბრალოდ გამორთე ეგ ნაწილი. ანუ იმისთვისაც კი არ უნდა უსმინო, რომ მე რაღაც არგუმენტით გააბათილო მათი პროპაგანდა რა. აი ეს ხო, საერთოდ არგუმენტებზე უნდა დაივიწყო რა, მაგათთან ლაპარაკი, არგუმენტებს მაგათთან აზრი არ აქვს. ეგ აღარ არის საზოგადოება, რომელთანაც დებატი უნდა გავმართოთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეგ ხაზი უნდა გავავლოთ. ამასთან დებატს აღარ განმარტავ. ანუ უბრალოდ დროს კარგავ. ქრისტიანებსაც კი რაღაცა ისა აქვთ, მე მგონი დიდი ჯულის კანონში. სამჯერ სცადე აუხსნა. თუ ვერ გაიგო, ეხა გააგზელე რა შენი გზა და რავი სხვას აუხსენი კიდე. ხო, ასე რომ მაგათთან სამჯერაც არის ნაცადი და 3000 სამჯერაც. ანუ მაგ ტიპებთან აზრი არ აქვს. ეგე ვინც
მუშაობს პროპაგანდაზე, ვინც ამდენი ხანი აი მე რითიც დავიწყე ამაზე მინდა რომ რა ვიცი რაღაცნაირად ვიფიქროთ სულ რა ანუ ვებრძვი მას რა ქვია ივანიშვილსაც და როგორც კი ამას ამბობს პოლიტიკური პარტია გინდა გახარია ეხლა ხო ყველაზე აქტიურად რომელიც ამ ნარატივს ამოძრავებს ჩემთვის ეგ ადამიანი არ არის საერთოდ წინააღმდეგობის მოძრაობის ნაწილი. ჩემთვის ეგ ადამიანი ივანიშვილის მოკავშირეა, იმიტომ რომ ის მივა ივანიშვილთან ერთად ჯერ მაშინ ერთს გამოუცხადებს ბრძოლას და მერე იტყვის რაღაცა დროს, როცა ამ ერთს დაამარცხებენ და არასდროს არ დაამარცხებენ, იმიტომ რომ ეს ბრძოლა დიდხანს სჭირდებათ, რომ ხალხი დაბერდეს, გავიდეს თამაშიდან, გავიდეს ქვეყნიდან, ახალი თაობა შექმნან თავისი, აი ამ რაღაც ნარატივით, ხო, როგორც აი ლუკაშენკომ საერთოდ თავის თაობა გაზარდა, თავისთან პუტინმა თავის თაობა გაზარდა. აი ამ ასე ვთქვათ, იქაც და იქაც ნარატივით რაღაცა თაობას ზრდი ადამიანების, რომელიც მე მექანიკურად იმეორებენ ისე რომ არ იაზრებენ, რაზე ლაპარაკობენ. ეს არ არის ჩემთვის წინააღმდეგობის მოძრაობა და რავი, ეგეთ ტიპებთან ერთად საერთოდ ვერაფერს ვერ გააკეთებ რა. ეგ ტიპები ჩვეულებრივად რეჟიმის ნაწილი არიან და აი ამ რეჟიმის პირობებში გაცილებით უფრო კომფორტულად გრძნობენ მე მგონი თავს, ვიდრე ცვლილების, ასე რომ ცვლილებას საერთოდ არ შეუწყობენ ხელს. არ ჭირდებათ, ანუ ავტორიტარიზმიც კი ვიღაცისთვის სახარბიელო მდგომარეობაა. რაც არ უნდა ცუდად ჩანდეს, ეხა ავტორიტარიზმი დაჩაგრულისთვის არის ცუდი, თორე ჩაგვრელის და ჩაგვრელთან კავშირში მყოფი ძალებისთვის ავტორიტარიზმი, რა ვიცი, საარსებო სივრცეა რა, ანუ ჩვეულებრივად არიან აი ესეთი დანიშნული ოპოზიცია შეიძლება არსებობდეს. დაპირისპირების შემთხვევაშიც, ხო? აი ეგ არის ყველაზე კომფორტული პოზიცია. ერთის თითქოს კარგი ხარ, იმიტომ რომ ჩაგრულს იცავ თითქოს თუ რაღაცა ხარ. მეორეს მხრივ არაფერსაც არ კარგავ და ანუ კეთილიც ხარ და ბოროტიც ხარ ეს დრო. კი, ანუ ეხლა ბრძოლაში, აქტიურ ბრძოლაში რომ მაგ პოზიციას ასე ვთქვათ, ამკვიდრებ აქტიური ბრძოლის ველზე ამ პოზიციას რომ ამკვიდრებ, ხო? ნუ ეხლა რა ვიცი, ყველა შემთხვევაში ნაღდათ არ ხარ იმისკენ ვისთანაც თქვათ საკუთარი თავის აფილაციას აკეთებ. ანუ თან ამბობ რომ ოპოზიციონერი ხარ, თან ოპოზიციის დიდ ნაწილს ეუბნები რომ შენთან ერთად არ ვაკეთებ, ჩემი უნდა მოვიგონო რაღაცა აი ამ ვითომ ასე ვთქვათ ბრძოლის ველებს პროპაგანდას რომ ნაცი იმდენჯერ დაგიძახა ყობახიძემ რომ შენ უცბად აი ამ პარადიგმაში ერთვები და იმისთვის რომ დაამტკიცო თუ ყობახიძეს დაუმტკიცო რომ ნაცი არ ახარ, ამიტომ უნდა თქვა რომ ხოცსაც ვებრძვი და ნაცსაც ვებრძვიო რა. აი ამ დონემდე სისულელეში გადის ხალხი უკვე რა. ხო და ამას იღებ უკვე როგორც ახალ მოცემულობას. ხო, ეგეთ პროპაგანდისტული რაღაც ეს არის რა, რომელშიც თუ ჩააბიჯებული რა გატალახდი. ანუ თუ დაიჯერე რა. ხანდახან ისე ბევრი ისე ამბობს ეგეთ რაღაცას, რომ თვითონაც არ აქვს გააზრებული, რომ სინამდვილეში პროპაგანდისტის ხერხლი არის რა. და არა თუ გააზრებული არ აქვს, არამედ ეს პროპაგანდა ისეთ სახეებს იყენებს, აი მაგალითად ნონა გაფრინდაშვილს რა, რომელთან მიმართებითაც კრიტიკული აზროვნება ბევრს უჭირს. ანუ აი ნონა გაფრინდაშვილმა რაც არ უნდა სისულელე თქვას, ვიღაცა გამოვა და მისთვის ეს იქნება რომ აიცი რა ეხლა ნონა გაფრინდაშვილმა თქვა და ახლა მან როგორ შეიძლება ანუ სადაც კრიტიკულ აზროვნებასაც უჩერებს რა იმიტომ რომ იგივე თქვათ მაისის და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ მაისის 2011 წლის აქციების დაშლაზეც რა იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ეგ ნარატივის და რა თქმა უნდა სასტიკი დარბევა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მაგრამ თლიანი სურათის პირობების შეფასება როცა ხდება და დღეს დაიწყეს სხვათა შორის რამდენიმე ძალიან ნაციონალური მოძრაობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი აქტივისტის სტატუსი ვნახე რა სადაც წერენ რომ აი პრინციპში კი სასტიკად მოიქცნენ მაგრამ მეორე მხარეც ძალიან ბევრ საფუძველს აძლევდა ამ ძალადობის იგივე თქვათ რაღაცა აი ამ ძალადობრივი ჯგუფების შექმნა რაღაც ანუ დისკუსია აუცილებლად გვჭირდება ამ თემებზე. არა გაყინული გონება, ფანატიკოსების ყვირილი ან ძალიან მიზანმიმართულად პოლიტიკურად მიკერძოებული ტიპების ლიდერობით რაღაც დებატის წარმოება, არამედ უბრალოდ ნორმალურად განხილვა რა, სად არის შეცდომა, რა არის მისახედი, რაზეა პასუხი მოსათხოვი, რაზე არ არის პასუხი მოსათხოვი.
თორე ეს თუ არ გავარჩიეთ, ამაზე თუ რაღაც შეთანხმებები არ ვთქვით, ეხლა არ გამოვა საზოგადოება. ჩემთვის საზოგადოება არის, ეხლა შეიძლება სხვაგან გადავხტე, მაგრამ აი მკლავჭიდის შეჯიბრში დამარცხებული ამერიკელი, რომელიც მიდის ქართველთან, ამ გენოსთან, გენო ქვია რა, მე მგონი ჭიკაძე, ანუ კარგად იმას ქნა, ჩავხედო და დგება მუხლებზე და ეუბნება რომ ძმაო მაგარი ხარ, რა ნახდათ მომიგე. აი ეგ არის ტიპი, ეგ რამდენიმე დღის წინანდელი ამბავია რა, ეხლა და აი ეგ არის ჩემთვის ხო, ეგ არის ჩემთვის საზოგადოება რა, ანუ ადამიანი, რომელსაც არ უტყდება, რომ დამარცხება აღიაროს და არც ის უტყდება, რომ მოგება იზეიმოს. ხო? ასე რომ აი ეს დიალოგი თუ არ შედგა, მაშინ მე მგონი იქნება უბრალოდ ეს წულუკიანის რაღაც კომისია რა. და აი ეგ რამდენად აი თუ მაგას ვიმსახურებთ და თუ მაგას პასუხს ვერ ვცემთ და ალტერნატიულ პროცესს ვერ ვქნით, მაშინ უბრალოდ ეგ გვექნება რა. ხო, მაშინ იმათ პარადიგმაში ვცხოვრობთ და ესეთ კომისიებს შემოგთავაზებენ და მე ნუ ამის გავლენით იქ ვიღაცას პლაკატი უნდა დაუხიოთ მიშასი ან კიდევ ვიღაცის, რომ იმათმა არ თქვან, რომ აი იმათმა რაღაცა არ დაგაბრალონ, ხო? აი ეგ არის რა. ან მაშინ ცხოვრობ მაგათი წულუკიანის კონსტიტუციით. ანუ ისო მათი წესები გამოდის, ანუ თვითონ დაადგინეს წესები, ოღონდ პირდაპირ არ გითხრეს, რომ აი ამიერიდან ეს წესი იქნება, უბრალოდ რაღაცნაირად შეგიქმნეს უხერხულობის განცდები და რაღაცა ესენი მინები დაგიდეს, რომელსაც შენ აღიქვავ როგორც მინად და არ გინდა რომ ფეხი დააბიჭო რა. ეგ არის. ხო. ხო არ წავიდეთ ბოლოს. ხო, მე მგონი კი, შეგვიძლია უკვე საკმაოდ დრო დაუთმეთ დღეს და ხა ვიღაცა მოსმენაც ხო უნდა შეძლოს. მოდი პირობა დავდოთ, რომ ერთი თვე აღარ თვემდე აღარ გავჭედოთ. მე რაღაც მოლოდინიც მაქვს, რომ რაღაცები მოხდება უკვე ამ თვეში და ამ თვეში უკვე და ვნახოთ აბა. დავამშვიდობოთ აბა მაშინ ჩვენს მენელს. აი, დავამშვიდობოთ. აბა დროებით. შეხვედრამდე. დაგვილაიქეთ, გამოგვიწერეთ, დაგვიკომენტეთ და ასე შემდეგ. კი ბატონო.